განხილული 2024 წლის შემდეგ ბიზნესი კომპანიების შერწყმა შეძენის მიმართულებით კვლავ აქტიურია. მიმდინარე წელს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა უკვე გასცა, ხოლო 3 საქმესთან მიმართებით პროცესები მიმდინარე რეჟიმშია. გასული წლების განმავლობაში M&A გარიგებების მხრივ ყველაზე აქტიური სექტორი FMCG ბაზარი იყო, სადაც ჩაშა რამდენიმე მსხვილი გარიგება ვიხილეთ. რა ტენდენციებია კომპანიების კონცენტრაციების მხრივ და რა გავლენა აქვს ბაზარზე მსგავს გარიგებებს? ნუცა შუბაშვილი გაეცნო კონკურენციის სააგენტოს სტატისტიკას და შეფასებებიც მოისმინე, ნუცა გისმით. Anukă, მოგესალმები, ვიდრე მიმდინარე წელზე ვისაუბრებდით, მოკლედ გაგაცნობთ 2024 წლის სრულ სტატისტიკას, როდესაც ბაზარზე კონცენტრაციების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით უკვე სრულად იყო გაზრდილი და კონკურენციის სააგენტომ 2024 წელს სულ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, რაც 2023 წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება სექტორებს, აქ ლიდერი დარგი FMCG ბაზარია, სადაც მხოლოდ გასულ წელს 5 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა, ხოლო ჯამურად 2020-2024 წლებში ამ მიმართულებით ბაზარზე სულ 12 შერწყმა შეძენის შემთხვევა იყო. მეორე ადგილზე კი აქტიურობის მიხედვით მშენებლობის სექტორია. რაც შეეხება უკვე მიმდინარე წელს, როგორც აღინიშნა, კონკურენციის სააგენტომ წელს უკვე გასცა კონცენტრაციაზე 3 თანხმობა, მათ შორის ისევ FMCG ბაზარზე, ლუდის წარმოების და სამშენებლო დარგში. ამ ეტაპზე კი კონკურენციის სააგენტო 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. სააგენტო შეიძლება რომ მიმდინარე წელი კონცენტრაციების მხრივ კიდევ უფრო აქტიური იქნება. მიმდინარე წელს სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე გასცა უკვე თანხმობა, ასევე 4 შემთხვევაში დაჯარიმდა კონკრეტული ბიზნეს სუბიექტები, გამომდინარე იქიდან რომ ადგილი ჰქონდა თავის არიდებას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო მიმდინარე გვაქვს ასევე 3 კონცენტრაცია, ეს ეხება სამშენებლო დეველოპერულ სექტორს, ეს ეხება მანგანუმის მოპოვებას და მის შემდგომ გადამუშავებას და ასევე ამწეკრანების იმპორტს და იჯარით გაცემას. ჩვენი შეფასებით კონცენტრაციებს აქვს დადებითი გავლენა ეკონომიკაზე, გამომდინარე იქიდან რომ მასშტაბის ეკონომია არის ალბათ ის ძირითადი, რასაც თვითონ კომპანიები მიუთითებენ როგორც დადებით გარემოებას მოსალოდნელი კონცენტრაციის და მოსალოდნელი შედეგების მიმართულებით კუთხით, ასევე სინერგიას, გამომდინარე იქიდან რომ ორი კომპანია უფრო ეფექტიანი ოპერირების მეშვეობით შეძლებს უფრო მეტად კონკურენტული იყოს ბაზარზე, თუმცა რა თქმა უნდა საფრთხე არსებობს და ეს საფრთხე არის ის, რომ ბაზარზე შეიძლება ამგვარ გაერთიანებას ჰქონდეს კონკურენტული რისკი და სწორედ ამ რისკის შეფასების ფარგლებში ერთვება კონკურენციის ორგანოები. როგორც აღინიშნა, გასულ წელს M&A გარიგებების მხრივ ყველაზე აქტიური სექტორი FMCG ბაზარი იყო, შედეგად ბაზარზე უმსხვილესი ჯგუფიც შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც Daily ჯგუფის ქვეშ ქსელური მარკეტები, Daily, Spari, Ioli, კალათა და მაგნიტი, ასევე გვირილა გაერთიანდა, ამ გაერთიანებით კი ჰოლდინგი შეიქმნა, რომელსაც ბაზრის დაახლოებით 20% უჭირავს. რა გავლენა აქვს გავს ბიზნეს გარიგებებს მომხმარებელსა და ეკონომიკაზე? Retail ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ კომპანიების გაერთიანებით მიღებული მასშტაბი ეკონომიკით საბოლოოდ მომხმარებელიც იღებს სარგებელს, მისი შეფასებით FMCG ბაზრის განვითარების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე ბაზარზე გამსხვილების პოტენციალი კიდევ არსებობს, თუმცა მისივე თქმით ამ შემთხვევაში სააგენტომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა გაუწიოს ბაზარს მონიტორინგი, რათა კონკურენცია არ შეიზღუდოს. დადებითი არის ეს, რომ გამსხვილება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ მეტი, ესე რომ ვთქვათ, შესაძლებლობა ქონდეს ბიზნეს, უფრო უკეთესად მოემსახუროს მომხმარებელს და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი და კარგია რომ მიღწევადია და შესაბამისად ამის მაგალითებსაც და ფაქტებსაც ვხედავთ. დადებითი მხარე არის ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ის, რომ ბევრი მოთამაშეა და გამსხვილება კიდევ შესაძლებელია, იმიტომ რომ კიდევ ბევრი მოთამაშეა და კონკურენცია მაღალია ბაზარზე. რა თქმა უნდა, იცვლება მოთამაშეები, იცვლება პოზიციები, იცვლება პოზიცია განსაკუთრებით მომწოდებლებთან, დისტრიბუციასთან და ასე შემდეგ გამსხვილების შემთხვევაში, მაგრამ მას არსებითი და ესე რომ ვთქვათ, ზეგავლენის ქონა ამ ეტაპზე არ შეუძლია. მაგრამ ყველა სამსახური ბუნებრივია, მათ შორის მაკონტროლებელი და მარეგულირებელი ფხიზლად უნდა იყოს, რომ არ ქონდეს რამე ინციდენტს, რა თქმა უნდა, ადგილი ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კომპანიები კონცენტრაციის გადაწყვეტილებას სააგენტოს გვერდის ავლით იღებენ. 2022-2024 წლებში სააგენტომ სულ 135.251 ტრანზაქცია შეამოწმა, შედეგად გამოვლინდა 20 შემთხვევა, როდესაც კანონის დარღვევით მოხდა შერწყმა გაერთიანება, შესაბამისი დარღვევებისთვის კი კომპანიებს ჯამურად დაახლოებით 49000 ლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრათ. მადლობა ნუცა, ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც M&A გარიგებების შესახებ განახლებული ინფორმაცია და შეფასებები გაგზავნა.